მოგესალმებით, თუ შენ ხარ დამფუძნებელი დირექტორი ან ხელმძღვანელი, ეს ვიდეო მიმართვა არის შენთვის და ამ ვიდეო მიმართვაში ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე თუ რა არის ბალანსის უწყისი და რა შეგვჭირდება დამფუძნებლებს, დირექტორებს და ხელმძღვანელებს ეს ყველაფერი. ზოგადად კომპანიის ეფექტიანობის გასაზომად არსებობს სამი ძირითადი უწყისი, ეს არის ბალანსი, მოგებაზარალი და cash flow. ამ ვიდეოში ჩვენ შევეხებთ მხოლოდ ბალანსის უწყისს. სამწუხაროდ საქართველოში, დაახლოებით ჩვენი პრაქტიკიდან, ჩვენი ტრენინგ პრაქტიკიდან გამომდინარე, დაახლოებით 10-დან 9 დამფუძნებელი დირექტორი და ხელმძღვანელი ვერ ერკვევა კომპანიის ფინანსურ უწყისებში და არც ბალანსია გამონაკლისი ამ შემთხვევაში და შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმაოდ ძირეული და მნიშვნელოვანი პრობლემაა კომპანიის დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის და ხელმძღვანელებისთვის. ანუ მონაცემები, რომელიც აქ არის, ასე ვთქვათ, აკუმულირებული, ხო? ეს არის მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ რა აკეთებს ორგანიზაცია მთლიანობაში. რა ხდება კომპანიის HR-ში, რა ხდება კომპანიის მარკეტინგში, გაყიდვებში, რა სტრატეგიული აქცენტები კეთდება კომპანიაში, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ასე შემდეგ. ერთგვარი დიაგნოზია, ასე ვთქვათ, კომპანიის ეფექტურობისა. ზოგადად თავისთავად ბალანსში ჩვენ პოულობთ თუ რა ღირებულების ქონება აქვს კომპანიას, აქაც მნიშვნელოვანია შესაბამისი მიდგომებით გავაანალიზოთ როგორ არის გადანაწილებული ეს ქონება მიმდინარე აქტივებში, ფიქსირებულ აქტივებში, რა ვალდებულებები აქვს ორგანიზაციას, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი ვალდებულებები რა აქვს, მოკლევადიანი ვალდებულებები რა აქვს და აი ამ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობა, საკუთარი კაპიტალი რა აქვს, ვთქვათ ასე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ინსტრუმენტები, რომელიც როგორც არაფინანსისტ, დამფუძნებელს, დირექტორს, ხელმძღვანელს გჭირდებათ იმისათვის, რომ გაზომოთ ახლა, ეს კომპანია არის მომგებიანი თუ არ არის მომგებიანი, გადახდისუნარიანი არის თუ არა, ლიკვიდური არის თუ არა, ეს ფული რაც აქ ჩანს, ბევრია ორგანიზაციისთვის თუ ცოტაა, ხო? როგორ არის დაბალანსებული ქონებრივი ნაწილი და სტრატეგიულად როგორ არის გადანაწილებული ეს ჩვენი ქონება და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები ეს არის ROA კოეფიციენტები, Solvency 2, Solvency 3, ასე ვთქვათ, სწრაფი კოეფიციენტი და სტრატეგიული ანალიზია მთავარი მთლიანად ორგანიზაციის. თუ ეს ყველაფერი გაინტერესებს როგორც დამფუძნებელს, დირექტორს და ხელმძღვანელს, მაშინ გაეცანი პროგრამას, რომელიც ამ ვიდეოს ქვეშ იქნება როგორც ლინკის სახით წარმოდგენილი. ქვია Top Management-ის სრული CEO პროგრამა, რომელიც არის განკუთვნილი მხოლოდ დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის და ხელმძღვანელებისთვის, ვინც მზად არის ბიზნესში პრაქტიკულად გამოიყენოს ამ პროგრამის ყველა მოდული. 5 მოდულია ამ პროგრამაში, ერთ ფინანსები არაფინანსისტი ტოპ მენეჯერებისთვის, თუ თქვენი პრობლემაა ფინანსური უწყისების წაკითხვა, ანალიტიკა, გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ ეს მოდული დაგეხმარებათ ამაში. სტრატეგიული მარკეტინგი თუ გსურთ გაზარდოთ გაყიდვები, მომგებიანობა კომპანიის, მაშინ გჭირდებათ ეს მოდული. ადამიანური რესურსების მართვა, ხალხის მართვას შევეხებით, თუ სისტემურად როგორ მართოთ ხალხი და მათი мотиваცია, ასე ვთქვათ, მუდმივად იყოს მაღალი, კრიზისების მართვა და კომპანიის დიაგნოსტიკა, რომელიც გეხმარებათ მთლიანად ყველა დეპარტამენტის ეფექტურად მართვაში. თუ ხართ კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი ან ხელმძღვანელი, გაიარეთ რეგისტრაცია, გაიარეთ გასაუბრება, მხოლოდ გასაუბრები საფუძველზე ხდება ჩვენთან პროგრამაში მონაწილეობის მიღება. მე გახლავართ გიორგი კუჭუხიძე, ევროპის ბიზნეს სკოლის დამფუძნებელი და რამოდენიმე საინვესტიციო მიმართულების დამფუძნებელი ასევე. გელოდებით პროგრამაში, დიდი მადლობა.